დაცვის მხარის შუამდგომლობა და რას აპირებთ როგორი არის თქვენ? 2013 წლის 2 მარტს, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გაიმართა წინასასამართლო სხდომა, სადაც დაცვის მხარეს, ბაჩუახალაიას დაცვის მხარეს, ჰქონდა შუამდგომლობა, რომელიც იყო აბსოლუტურად დასაბუთებული, თუ რატომ უნდა შეცვლილიყო აკვეთი ღონისძიება და რატომ აღარ იყო აუცილებლობა წინასწარი პატიმრობის გამოყენების აკვეთ ღონისძიება. ჩვენ სასამართლო პროცესზე დავინახეთ უპრეცედენტო ზეწოლა პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე. მათ შორის თქვენმა კოლეგებმა, ვინც ესწრებოდა ამ სხდომას, ნახეს ესეთი ფაქტი, რომ იმ ადგილას, სადაც უნდა იდგნენ ჟურნალისტები, იდგა ორი ადამიანი, რომელშიც ჩვენ ამოვიცანით სპეცსამსახურების წარმომადგენლები. შეგიძლიათ თქვენს თანამშრომლებსაც დაეკითხოთ ამის შესახებ და მას შემდეგ რაც დარბაზმა მიმართა სასამართლოს, რომ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატო იყვნენ იქ, სადაც გამოყოფილი არის ეს ადგილი მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, ეს ადამიანები უბრალოდ გაიქცნენ. ვერც ერთმა ჟურნალისტმა ვერ იცნო, ანუ აბსოლუტურად ჟურნალისტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა და ეს ადამიანები იყვნენ მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ზეწოლა განეხორციელებინათ მოსამართლეს. ეს იყო ერთ-ერთი აშკარა დარღვევა. გარდა ამისა, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ პატრულის ფორმებში იყვნენ გამოწყობილი ეგრეთ წოდებული პეპელა სპეცნაზის, პეპელაზე არსებობს ეს სპეცნაზი, პეპელა სპეცნაზს ეძახიან. პატრულის ფორმაში იყვნენ გამოწყობილი სწორედ ეს ადამიანები და იყო უპრეცედენტო მობილიზება ყოფილი კუდის და სოდის თანამშრომლების. ეხლა მე მგონი სუსი ქვია ახალ ენაზე. სასამართლომ გამოიტანა აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება სწორედ ამ ზეწოლის ფონზე. პირველი რაც რითიც დაასაბუთა, რომ ბაჩუახალაია უნდა დარჩენილიყო ციხეში, წინასწარ პატიმრობაში, ეს იყო მიმალვის შიში და მე მგონი საზოგადოებაში არავის ეპარება ეჭვი, რომ ბაჩუახალაიას მიმალვა რომ დომოდა. დღეს იგი ციხეში არ იქნებოდა და ამ 4 თვესაც არ გაატარებდა ციხეში. ისე როგორც ბევრი სხვა ადამიანის მიმართ არის დაწყებული დევნა და ამ ადამიანების გადაწყვეტილება არის, რომ არ ჩამოვიდნენ. ეს ახლა მართლმსაჯულებას არ ენდობიან თუ სხვა რაიმე მიზეზია ეს მათი პრობლემა, მაგრამ ბაჩუახალაია ჩამოვიდა საქართველოში და რომ იტყვიან ბათუმიდან მოყოლებული ყველა ქალაქში იმ განცხადებას აკეთებდა, რომ ჩამოვიდა იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის და პროკურატურისთვის ყველა ბრალდებაზე გაეცა პასუხი. ამის შემდეგ, როდესაც შაბლონურად პროკურორი მიმართავს შუამდგომლობით და მოსამართლე ეთანხმება, რომ ეს ადამიანი შეიძლება მიემალოს გამოძიებას, აქ უკვე მართლმსაჯულებაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია და ალბათ მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში შეიძლება განიხილო ესეთი გადაწყვეტილებები. იმიტომ რომ არანაირი ფაქტი შემდგომი დასაბუთება იყო, რომ იგი ხელს შეუშლის გამოძიებას და 4 თვის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ თითქოს და გიგი კალანდაძეს რაღაც ცდელობა ჰქონდა რომელიღაც მოწმეზე ზემოქმედების. ვერც ერთი ესეთი ფაქტი აღმოჩენილი ვერ იქნა დღემდე, ვერც ბაჩუახალაიას და მისი დაცვის მხრიდან და ვერც ამ საქმეში მონაწილე სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ეს პოზიციაც აბსოლუტურად დასაბუთებულად ჩათვალა და დაეთანხმა, რომ დიახ, ხელს შეუშლის გამოძიებას. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი სასაცილო საფუძველი, რომ ბაჩუახალაია თურმე გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას. უკაცრავად და ეხლა მოსამართლემ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა ბრალდება, რომელიც აყენებულია ბაჩუახალაიას მიმართ, არის სამოხელეო დანაშაული. ანუ ეს ადამიანი იყო თანამდებობაზე და ედავებიან, რომ ამ თანამდებობიდან გამომდინარე ჩადიოდა გარკვეულ დანაშაულებს. ეს ცალკე სადაო საკითხია, რამდენად სწორად ედავებიან, მაგრამ დღეს ეს ადამიანი არანაირ სახელმწიფო სამსახურში აღარ მუშაობს და როგორ უნდა გააგრძელოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უფლებამოსილების გადამეტება, მე ვერც სამართლებრივად ხსნი ამას და ვერც როგორც მოქალაქე, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლისთვისაც გაუგებარი იყო, მაგრამ ძალა აღმარცხნავს რაღაც ესეთი ფორმულირება შეგვიძლია მივცეთ. ასევე კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც უპრეცედენტოა და ალბათ ვერც ერთ ქვეყანაში ესეთ ფაქტს ვერ ვნახავთ, მას შემდეგ რაც 2 საათზე ჩაინიშნა სასამართლოს სხდომა, წინა სასამართლოს სხდომა. პირველ საათზე ოჯახის წევრებს უკავშირდება პროკურორი და ეუბნება, რომ 2 საათამდე მოიყვანეთ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ადვოკატი, 2 საათზე უყენებთ ბრალს. უკაცრავად და სასამართლომ გადაწყვიტა, რომ 2 საათზე უნდა გამართულიყო სასამართლო პროცესი. პროკურატურამ ისე რომ არავის დაკითხვია და არ შეუტყობინებია სასამართლოს არავისთვის, რომ ან გადაიდო ეს პროცესი, ან მერე ჩატარდებოდა, თვითნებურად
არ გამოუშვა ბაჩუახალაია დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, თქვენც მომსწრე იყავით, რომ ველოდებოდით საათნახევარი, დაახლოებით 200 ადამიანი იყო შეკრებილი, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ ესე ჩანიშნა სხდომა. მაგრამ ეს აბსოლუტურად არ აინტერესებდა პროკურატურას, მათი მთავარი სურვილი იყო, რომ ბაჩუახალაია არ მისულიყო ისე სასამართლოზე, რომ რაიმე სახით ახალი დამამძიმებელი ბრალი არ ყოფილიყო წაყენებული. ვინაიდან ძალიან კარგად იცოდნენ, რომ თუ სასამართლო იქნებოდა აპოლიტიკური ორივე მხარის მხრიდან ეს ადამიანი დღეს იქნებოდა მე არ მომიწევდა დღეს თქვენს წინაშე სხდომა ამ განცხადებებს გააკეთებდა ბაჩუახალაია და არც არსად არ დაემალებოდა გამოძიებას. ამის შემდეგ მოხდა ესეთი ფაქტი, რომ ბუნტის ეგრეთ წოდებული ბუნტის საქმეზე ბაჩუახალაიას წაუყენეს ბრალი. აქაც არის აბსოლუტური ნონსენსი, ვინაიდან არსებობს განაჩენი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ამა თუ იმ პირების მიმართ, პატიმრების მიმართ და ამ ადამიანებს ედავებიან ბუნტის ორგანიზებას. კი არა, ედავებიან, ანუ სასამართლომ დაასაბუთა და თქვა, რომ ამ ადამიანებმა მოახდინეს ბუნტის ორგანიზება. ეს არც ერთ სასამართლოს სხვა ინსტანციას ეს გადაწყვეტილება არ გაუუქმებია. მიუხედავად ამისა, დღეს პროკურატურამ დაიწყო იგივე საკითხზე გამოძიება, რაზეც არსებობს სასამართლოს განაჩენი და ბაჩუახალაიას ედავება, რომ თურმე მან მოაწყო ბუნტის ორგანიზება. ჟურნალისტები ბრძანდებით და თხოვნამ ექნება ამოიღოთ ის ვიდეო ჩანაწერი და აუდიო ჩანაწერი, სადაც ფოცხვერია კანონიერი ქურდი უკრაინიდან თუ არ ვცდები, უკავშირდება ციხეზე სხვადასხვა პიროვნებებს და ეუბნება ნუ შეშინდებით, არ გაჩერდეთ, მისკები, ნუ ეს ფრაზაც არის იქ და სხვა ციხეებს მე ავაბუნტებ. მე დაგეხმარებით და ეს არ იქნება მხოლოდ თქვენი პრობლემა. ეს მას ეუბნება ორთაჭალაში არსებული ციხის მაყურებლებს. ეხლა თუ ჩვენი პროკურატურა დღეს იქამდე წავიდა, რომ ფიქრობს, რომ კანონიერი ქურდები მოქმედებდნენ ბაჩუახალაიას დავალებით და კანონიერ ქურდებს უნდათ ის, რომ დღეს ზეგავლენა არც ერთ მოქალაქეზე და თქვენც არავინ გაწუხებთ, მე მგონი, არც კანონიერი ქურდები და არც მაყურებლები და არავინ არ თხოვთ, რომ 20 ლარი ჩაურიცხოთ, იმიტომ რომ ქურდულობაში აქვს უჭირს, თურმე ეს ბაჩუახალაიას პოზიცია კი არ ყოფილა, კანონიერი ქურდების პოზიცია ყოფილა და მათაც ყოფდათ ეს ბუნტი, მათაც ყოფდათ თურმე ბაჩუახალაიას აწყობდა, რომ ეს ბუნტი მომხდარიყო და ამაში მონაწილეობა მიიღო თვითონ კანონიერ ქურდებს. ეს არის სასაცილო. მე მინდა გითხრათ, რომ მამარდაშვილის, ვიბლიანის, ავალიანის, ზედელაშვილის და ცინდელიანის ჩვენებებით აქ ბაჩუახალაიას ბრალი წაყენებული. იმ კანონიერი ქურდების, რომლებიც ასე ვთქვათ, მამები იყვნენ იმ სიტუაციის შექმნის, რაც შექმნილი იყო 90-იან წლებში საქართველოში. და სწორედ ამ ქურდებმა თქვენ გემახსოვრებათ, განაჩენი გამოუტანეს ბაჩუახალაიას და ფორმულირება იყო ესეთი, რომელი მომავალი მათი იმით გაგებით არის, რომელიც ვინც უნდა გახდეს ქურდი შემდგომ შეძლებდა ბაჩუახალაიას ლიკვიდაციას, იგი ავტომატურად მას არ ჭირდებოდა არანაირი მონათვლა და არანაირი კარანაცია მათივე სიტყვებით, იგი ავტომატურად ხდებოდა კანონიერი ქურდი. და ამის შემდგომ, როდესაც პროკურატურა შედის მსჯელობაში და თქვენ ნახავთ ამ მსჯელობას, რომ თურმე მამარდაშვილი, ვიბლიანი და ავალიანი მოქმედებდნენ ბაჩუახალაიას დავალებით, ეს მე მგონია საზოგადოებისთვის სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. სწორედ აქედან გამომდინარე და იმ უსაფუძვლო ბრალდებებიდან გამომდინარე, რაც არსებობს, მე მინდოდა ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეცნობებინა საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ აქ სამართლებრივი ბრძოლა პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ თითქმის შეუძლებელია. ანუ ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ ბაჩუახალაია გასაქცევად არ ჩამოსულა, ამაზე როგორ უნდა იმსჯელო, თუ მოსამართლეს ამის რწმენა არ ექმნება იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რაც ამ ადამიანმა განახორციელა დაკავებამდე. ამას სამართლებრივი გზით ვერ მოვახერხებთ, პირდაპირ მინდა გითხრათ, თუ ეს ზეწოლა იქნა იმ სახით, როგორი სახითაც იყო 2 მარტს, უბრალოდ ნებისმიერი ბრალი თქვენ შეგიძლიათ ახლა მოიფიქროთ, ნებისმიერი ბრალი და თუ არ ეცოდინება, რომ ეს თქვენი მოფიქრებულია და არა პროკურატურის, სასამართლო ამ ბრალს დაადასტურებს და იტყვის, რომ დიახ, ეს ბაჩუახალაიამ ჩაიდინა. აი დაახლოებით ესეთი სიტუაციაა დღეს შექმნილი. ბატონო გერგი, თუ გაქვთ უშუალოდ ინფორმაცია, ვისგან ხორციელდება ეს საზეწოლა, უშუალოდ სასამართლოზე არის საზეწოლა? მე მოვიყვანე ფაქტები. ამ ფაქტებში ჩართული არის პროკურატურა ერთის მხრივ, რომელიც არაფრად აგდებს იმას, რომ სასამართლოს სხდომა არის ჩანიშნული და უბრალოდ მისი პოზიციიდან გამომდინარე ცვლის სასამართლოს თარიღს საათნახევრით გადაწევს იმის გამო, რომ თურმე ბრალის წაყენება უფრო
მნიშვნელოვანია ვიდრე მოსამართლეს მიერ ჩანიშნული სხდომა ეს ერთი. როდესაც ხედავთ რომ კონტერორისტული ანტერორისტული სამსახურის თანამშრომლები არიან იქ სადაც უნდა იყვნენ ჟურნალისტები და იქიდან აკვირდებიან და აკონტროლებენ მოსამართლეს. ეხლა და ვის აწყობს ბაჩუახალაიას ციხეში ჯდომა? თუ ამას მეკითხებით, ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს, ვისაც შეიძლება აწყობდეს მისი ციხეში ჯდომა. არა აქ დიდი განსხვავება, თქვათ მე არ ვყოფ ამას პოლიტიკური ნიშნით, პირდაპირ მინდა გითხრათ, ის რომ ამ ხელისუფლებას ზუსტად სურს და აწყობს ეს, კონკრეტული ფაქტებიდან და ბრალებიდან გამომდინარეობს, მაგრამ გარდა ამისა შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იმ კანონიერი ქურდებისგან იმართებოდნენ, ვისი ვალდებულებაც იყო პირდაპირ მინდა გითხრათ. და ყველა რაზბორკაზე, ეგრეთ წოდებულ რაზბორკაზე ითქმებოდა, რომ მათი ვალდებულება იყო, რომ ბაჩუახალაია გაენეიტრალებინათ. ციხის ბუტის ეპიზოდში ბრალი ედება შემდეგში, რომ თითქოს და კანონიერ ქურდ მამარდაშვილს მან დაავალა, რომ ასევე კანონიერ ქურდ ბიბლიანთან მოეხდინა გარკვეული სცენის ინსცენირება, რასაც გადაიღებდნენ კამერებზე. თითქოს და მამარდაშვილი ამაზე დაითანხმეს, იმიტომ რომ უზენაეს სასამართლოში არსებობდა რაღაც განაჩენი, რომელშიც თითქოს და ბაჩუახალაია დაეხმარებოდა. და ასევე პროკურატურის ვერსიით ამ ადამიანებმა ეს არ შეასრულეს. მინდა ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გითხრათ, რომ თითქოს რას გამოუწევია ბუნტი. სხვა, გაფორმებებთან ერთად, ალბათ ეს ამაში წილის სიმართლეც არის, ეხლა რასაც გეტყვით, პროკურატურის პოზიცია ესეც, შესულა ბაჩუახალაია ქურდებთან, კანონიერ ქურდებთან და უკითხავს დღევანდელი თარიღი. იმ დღევანდელი თარიღი, რომელსაც იყო შესული. თურმე ეს იყო დამცინავი, პროკურატურა ფიქრობს, რომ რადგან დეპარტამენტის დირექტორმა ქურდს კითხა, რომ დღეს რა რიცხვია და რომელი წელია, ეს იყო დამცინავი და თურმე ქურდებს მიუგიათ, რომ ეგ შენ თვითონ ძალიან კარგად იცი. რასაც მოყოლია გარკვეული ხმარის შელაპარაკება. ხა უკაცრავად თუ ჩვენ გვინდა ისევ იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ბადრაკს პირდაპირ მინდა გითხრათ, აგზავნიდნენ, აი ესე აძლევდნენ ფულს, უმატებდნენ დაახლოებით 2-3 ლარს და აგზავნიდნენ ოჯახში, აგზავნიდნენ სიგარეტზე, აგზავნიდნენ ალკოჰოლზე ციხიდან. თუ გვინდა ისევ ესეთ ქვეყანაში ცხოვრება, როცა ციხის დირექტორი უბრალოდ ვერ შედიოდა მათ ფლიგელში, თუ არ იქნებოდა მათი თანხმობა, სადაც კანონიერი ქურდები დაყავდათ აბანოში, მათი სურვილისამებრ, გამოყავდათ ციხიდან ყოველგვარი რაღაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მიყავდათ აბანოში, თუ ესეთი პოზიცია დღევანდელი ხელისუფლებას ჩვენ ეს გვინდა, მაშინ აბსოლუტურად სწორად მიყავთ ყველაფერი, ბუნტი უნდა დააბრალო ბაჩუახალაიას, უნდა თქვა, რომ მისი მოწყობილი არის ეს და ის ფოცხვერიას მოქმედებდა ბაჩუახალაიას დავალებით, რომელიც აცხადებდა, რომ ყველა ციხეში უნდა მომხდარიყო ბუნტი და არ გაჩერებულიყვნენ და ეს მიგვიყვანს ლოგიკურად იქამდე, რომ ხვალდაზე ვერავინ ვეღარ შეძლებს კანონიერ ქურდს მოექცეს ისე, როგორც ექცევა ნებისმიერ სხვა პატიმარს. და თუნდაც სთხოვოს მისი სახელი და გვარი წარმოთქვას და სთხოვოს წარმოთქვას რომელი თარიღია, როცა მას ელაპარაკებიან. ანუ კანონიერ ქურდებთან თითქოს და შევიდა გარიგებაში, რომ რაღაცა სცენა დაედგათ, რომელ სცენაზეც ასახული იქნებოდა ბიბლიანის და მამარდაშვილის შეკამათება, ჭუბი, რომელსაც შემდეგ თითქოს და მიაწვდიდნენ კაკაბაძეს, რომელიც საჯაროდ გააკეთებდა განცხადებას ამის შესახებ, რომ თითქოს ეს გააკეთა ბაჩუახალაიამ და მერე გამოჩნდებოდა ეს კადრი, სადაც ბაჩუახალაია არჩეს. ეს არის იმხელა აბსურდის თეატრი, რომ ამაზე დროის კარგვად ჩემი აზრით სისულელია. უბრალოდ აქ არის მარტივად. პოზიცია არის ხელისუფლების გამოსახატი. თუ მას ისევ სურს, რომ ხელისუფლებასაც, საზოგადოებასაც და ქვეყანას აკონტროლებდნენ ისევ კანონიერი ქურდები, იმ წესებით, როგორც აკონტროლებდნენ 2003 წლამდე, ისინი აბსოლუტურად სწორ ხაზს ადგანან, დიახაც კაკაბაძე უნდა ასაუბრო, დიახაც ისევ უნდა გაიყვანო კანონიერი ქურდები აბანოში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და დიახაც ხვალდაზე ისევ თქვენ უნდა დაგირეკონ ციხიდან და გითხრან, რომ თუ ამ ნომერზე არ გადაურიცხავთ 20-30 ლარს, თქვენ შეგექმნებათ პრობლემები. არა და შემდეგ არის საუბარი იმაზე, რომ რადგან მერე ბაჩუახალაიამ ხმამაღლა უთხრა უკვე ამის შესახებ, რადგან ამას მოყვა ყვირილი, იძახია რომ ხელის გარტყმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ამის გამო ანერვიულდნენ პატიმრები, აღელდნენ, როგორ კითხა ბაჩუახალაიამ იმ დღევანდელი თარიღი ქურდს და ამას მოყვა ბუნტი. ესეც რომ იყოს, არ მგონია პროვოცირება იყოს, როდესაც შენ კანონიერ ქურდს აყენებ იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში არიან სხვა პატიმრები და უსმევს
აბსოლუტურად ლეგიტიმურ შეკითხვებს. თუნდაც ვინ არიან, რას წარმოადგენენ, როდის დააკავეს და დღეს რა თარიღია. მე მაქვს კითხვა სასამართლოსთან დაკავშირებით. ისმით. სასამართლოზე დაცვის მხარემ მოითხოვა ასევე, გირაოს სანაცვლოდ ორივე პატიმრობა მოეხსნა, თუმცა მოსამართლემ განაცხადა, რომ იქ არ იყო დებატების საგანი და შეგეძლოთ გაგესაჩივრებინეთ. ანუ რას აპირებთ და რამდენად კანონიერია ესეთი რაღაც გაკეთება და აპირებთ თუ არა რომ გაასაჩივროთ ზემო არსებობს ევროკონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი. სადაც პირდაპირ წერია, რომ როდესაც წინასწარი პატიმრობა გრძელვადიანია, ანუ იწელება და ჩვენ შემთხვევაში ორჯერ გაიწელა თითო თვით, ანუ 2 თვის მაგივრად გახდა 4 თვიანი წინასწარი პატიმრობა. პროკურატურას ეს ევროკონვენცია მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი პირდაპირ ავალდებულებს, რომ თავიდან უნდა დაასაბუთოს თუ რატომ არის ამა თუ იმ პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა სავალდებულო. ჩვენ ერთი საფუძველი ეს ქონდა წაყენებული, მეორე ქონდა ამინისტია, რომელიც ხშირ შემთხვევაში თვითონ სასამართლო პრაქტიკაში ბოლო თვეებში გამოიყენა მოსამართლემ ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილ გარემოებად. არც ერთ ამ დეტალზე სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, თქვენი გძანდებოდით, არც მის გადაწყვეტილებაში მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი უხსენებია ევროკონვენციის და არც ამინისტია. როდესაც ამაზე დასვა შეკითხვა ადვოკატმა, სწორედ ამას მოყვა მისი უზომო განერვიულება და ისეთი განცდამჩებოდა, რომ სხვაზე იყო ეს ადამიანი გაბრაზებული, ვისაც სიტყვას ვერ უბრუნებდა და იმ ადვოკატზე იყარა ჯავრი და უთხრა ესეთი რამე, რომ ამაზე დებატები აქ არ შეიძლება, თქვენ ნახეთ, ეს იყო რაღაც განწირული ქალის რაღაც კივილი. ეს არ იყო მოსამართლის პასუხი ადვოკატის პოზიციაზე. ბატონო გიორგი, თუ შეიძლება. აი ეს შელაპარაკება, რომელსაც შემდეგ მოყვა უკაცრავად. არა, გეტყვით ეხლავე. არა, იყო არა, ეს არის ბრალი. ბრალის ფორმულირება. კი ბატონო, ანუ ამ შელაპარაკებიდან დაიწყო ყველაფერიო, რასაც შემდეგ აცხადებენ, რომ რეზო ჭარბაძის მხრიდან ვიღაც კიდე პირების მხრიდან მოყვა ამ ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა, ვინც უარი განაცხადა და ესახელებინა იმ დღევანდელი თარიღი, ეს გაიგეს პატიმრებმა, რომ აი ამ კანონიერ ქურთს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამას მოყვა უკვე ის ცნობილი მოვლენები, რასაც ეს არის მათი პოზიცია. მაგრამ როგორ ხსნიან? არა, ბუნტი. აი ამას მოყვა ბუნტი. აი ეს არის არასათანადო მომხრობა, რომ იქ ვიღაცამ ხელი გაარტყა, იქ ვიღაცამ თურმე თმა შეჭრა, იმიტომ რომ დაემცირებინა სხვა პატიმრების თვალში. აი ესეთი ფაქტები არის მოყვა. მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ წინა სასამართლოს ხდომაზე ამას სამწუხაროდ კანონიზალით ვეღარ დავაყენებთ, მაგრამ როგორც კი ჩაინიშნება განხილვა, არსებითი განხილვა, აი ეს ორი საფუძველი, რომელზეც კიდევ ვიმეორებ, მოსამართლეს საერთოდ არ უმსჯელია და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გადაწყვეტილება და ნაწილი ესწრებოდით კიდევაც, არ უხსენებია თუ რატო არ უნდა იქნეს ახლად აღმოჩენილ გარემოებად ამინისტია გამოყენებული, ასევე არ უმსჯელია ევროკონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტზე და სწორედ ამ საფუძვლებით და კიდე არაერთი საფუძვლით დავაყენებთ თავიდან ამ შუამდგომლობას. გარდა ამისა, არსებობს გაგამ კურნალიძის განცხადება, რომელიც არ ჩაითვალა ჩვენებად, მაგრამ არსებით სხდომაზე გაგამ კურნალიძეს ეკნება იმის საშუალება, რომ ჩვენების სახით მისცეს უკვე ის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, რაც მან განაცხადა და ეხლა თუ ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ სასამართლო არ გაითვალისწინებს, მინდა გითხრათ, რომ სამართლებრივად ბრძოლის სხვა რაიმე რესურსი არ არსებობს. ამ კონკრეტული გადაწყვეტილების, რომელიც მიიღო ქალბატონმა მოსამართლემ ეკა არეშიძემ, ამის გასაჩივრება შეუძლებელია. ესენი გასაჩივრდება აუცილებლად. მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პიარი პროკურატურის მხრიდან და მეტი არაფერი, ვინაიდან კანონში არის ჩანაწერი, სადაც წერია, რომ სისხლის სამარის საქმეზე, სადაც ბრალდებულები არიან ძებნილი პირები, თუნდაც ერთიც რომ იყოს ამ საქმეში ძებნილი პირი ბრალდებული, ამ საქმეზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ნაფიც მსაჯული. ეს არის კანონის იმპერატიული მოთხოვნა. ეხლა ჩვენს რო ავყვეთ ამ პიარში და აქედან ჩვენ დავუწყოთ დიახ, ბაჭო, ახალაიაც თანახმა ეს იქნება კიდევ ვიძახი ის თამაში, რომელ თამაშსაც ამდენი თვია ანხორციელებენ სხვადასხვა ტელევიზიების საშუალებით და მე გეუბნებით ვიძლევი კანონის განმარტებას, რომ კანონი საცალსახად აცხადებს, რადგან ამ საქმეში და სხვა საქმეებში თუ არიან ძებნილი პირები, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ნაფიცი მსაჯული.
საქმის გამოყოფა ვეღარ მოხდება, ეს უკვე წინასწარის ხდომა, ანუ წინასწარის ხდომა ჩატარდა, ხო უკვე მიდის არსებითი განხილვა. ეს არ არის სტადია, სადაც მსჯელობა მიდის. ვერა. ამ დღევანდელი კანონმდებლობით ვერა, მაგრამ ბაჩო ახალაიას პოზიცია არის მარტივი რა. ბაჩო ახალაია ითხოვს მეტ საჯაროობას, თქვენ ნახეთ რომ ჩვენ ქალბატონ არიშიძესაც თხოვეთ რომ დაეშვა პროცესზე კამერები გადაღება, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. პროკურატურის პოზიციაც იყო უარი ამაზე, რომ და ერთ-ერთი დასაბუთება პატიმრობის პროკურორის მხრიდან ბატონი გეტყვით ეხავე პროკურორის სახელს დაგვარს არა გეტყვით ეხლავე შაქრო ზაალიშვილის განმარტებით იცით რატო არ უნდა გამოუშვა ბაჩო ახალაია პროკურორ შაქრო ზაალიშვილის განმარტებით რომ ეს ადამიანი არის ძლიერი პიროვნება და თურმე გარეთ რომ იყოს საზოგადოებას შეიყვანს შეცდომაში და დაარწმუნებს რომ ის არის მართალი. აი ეს შემიძლია გადმოგცეთ და თქვენც დაიკითხავთ ამას. რომ თურმე კიდევ მეორე ვინაიდან ძლიერი პიროვნება საზოგადოებას შეიყვანს შეცდომაში და დაარწმუნებს მის სიმართლეში. ეხლა ესეთ პოზიციას როცა პროკურორი აფიქსირებს და ამას მოსამართლე გაგებით ეკიდება, იქ უკვე სამართლებრივი ბრძოლა ჩემი აზრით დასრულებული.